მადლობა თქვენი დროისთვის ვისაუბროთ იმ სურათზე, რომელიც არის ახლა ბოლოს ამ სტუდიაში ვილაპარაკეთ, მაშინ მრავალ საკითხს შევეხეთ და იმის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო იზოლაციის საფრთხეებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დრამატულად არის შეცვლილი. რა სიტყვით არსებულ სურათზე სანქციების გათვალისწინებით, რასაც რა მოლოდინით შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულად ივანიშვილისთვის, აი თქვენი შეფასებით რას ნიშნავს ეს პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ კონკრეტულად სანქციების ნაწილზე გეკითხებით. არაერთმა შეფასებამ შეიძლება თავი მოიყაროს, მაგრამ თავარი სათქმელი ალბათ კრებსიტად გამოიხატება იმაში, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი, ყოველი ასეთი ინიციატივა, ყოველი ასეთი გამოხმაურება ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესზე აზიანებს უმთავრეს, რაც საქართველოს შეიძლება როგორც მცირე ქვეყანას, კომპაქტურ ქვეყანას გააჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში. ეს არის მისი რეპუტაცია, ეს არის მისი იმიჯი, ეს არის მისი გუდვილი. აი ეს საკითხი არის ყველაზე მეტად, რაც სიმართლე გითხრათ მე მაწუხებს და ამასთან დაკავშირებით ახლა თქვენ კი დამისვით შეკითხვა კონკრეტულად ბატონ ივანიშვილთან მიმართებაში. ეს ცხადია იგივე ბრიტანეთის პარლამენტში გაჟღერებული ინიციატივა, რომელმაც გარკვეული გზა უნდა გაიაროს და ჩამოყალიბდეს კონკრეტულ შედეგში პოლიტიკურ ან სამართლებრივში. ნახოთ ჯერ პროცესი როგორ განვითარდება. მე რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ქართული ოცნების ბოლო განცხადებას პოლიტსაბჭოს გარკვეულ ჯგუფს ადამიანთა, გარკვეულ პირთა ჯგუფს უკვე პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული აქვს საკუთარ სამოქმედო გეგმასთან და არეალთან დაკავშირებით. მაგრამ მე აი იმ შესავალთან დაკავშირებით, რაც რეპუტაციას დაუკავშირე, იმიჯს და ქვეყნის კრედიტუნარიანობას, თავარი კითხვა და არც თუ რიტორიკული მინდა დაუსვა ქართულ ბიზნესს. ბატონებო, თქვენ ხო გესმით ძალიან კარგად, რომ საუბარი არ არის ჩვეულებრივ იურისდიქციაზე. მრავალი თუ არა არაერთი თქვენგანი აწარმოებს ბიზნესს, სწორედ რომ ბრიტანეთის იურისდიქციასთან ბმაში. პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ფულის მოსაზიდად, ფულის ასაცებად. ეხლა არ მინდა გარკვეულ დეტალებში წავიდე, ჩემმა კოლეგებმა სამართლის სფეროდან კარგად იციან, რომ პრაქტიკულად ყველა კონტრაქტი, მსხვილი ინვესტიცია, მსხვილი საინვესტიციო პროექტი ქვეყანაში იმართება ბრიტანული კანონმდებლობით და შესაბამისად დავებიც განშადი არის ბრიტანული იურისდიქციის. ამ პირობებში, ამ წნეხის გათვალისწინებით როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ან არსებული საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულება, ან ახალი პროექტების განხორციელება? ალბათ ეს არის გარკვეული ნაწილს მიმართავთ, ბატონო ვიქტორ, იმიტომ რომ ეხა ასეულობით ბიზნესმენი არის შეკრებილი და სწორედ აი ამ საფრთხეებზე საუბრობენ. თქვენ იმ ჯგუფს მიმართავთ, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერია და ამბობს, რომ სწორია. მათ შორის, რა თქმა უნდა, მათ შორის მე სრული უწყლობით მინდა თქვა, რომ მე გარკვეულწილად შემიძლია თანავუგზნო მათ, მაგრამ იცით ამ თანაგზნობას, ამ ემპათიას აქვს გარკვეული ლიმიტი და ზღვარი. და ეს ზღვარი სწორედ გადის ახლა ამ შემთხვევაში ქართველი ბიზნესმენების მხრიდან საკუთარ თავთან მარტო დარჩენის პირობებში ერთი ძალიან თავმოყვარე და პატიმოყვარე კითხვის დასმაში. როგორ აპირებენ ისინი ფუნქციონირებას, როგორ აპირებენ ისინი ბიზნეს საქმიანობას და რამდენად დადგა დრო უკვე, რომ ქართულმა ბიზნესმა მე წინა გადაცემაში წაღვნიშნე, შეიძინოს საკუთარი ხმა და გადაიქცეს პოლიტიკის ქმნის ობიექტიდან პოლიტიკის ქმნის სუბიექტში. ალბათ ეს არის ახლა ის ზღვარი, ეს არის ის წყალგამყოფი ხაზი, როდესაც ნებისმიერმა თავმოყვარე ვიმეორებ კიდევ ერთხელ ბიზნესმენმა, მიუხედავად მისი წარსულისა თუ მომავალი გეგმებისა, ეს კრიტიკული კითხვა საკუთარ თავს უნდა დაუსვას და რაც შეიძლება მალე გასცეს ამ კითხვაზე პასუხი. თავმოყვარეობა გასაგებია, მაგრამ აქ რაღაც შეზრდილ პროცესთან გვაქვს ხო საქმე, ბატონო ვიქტორ, მათ შორის ურთიერთსარგებლის ისეთი პროცესია, სადაც თქვა წლების განმავლობაში ხელისუფლება კომფორტულ გარემოს უქმნიდა და ბიზნესიც აქედან ის ადამიანები ალბათ ვიზეს თქვენ საუბრობთ, იღებდა აქედან ძალიან სერიოზულ სარგებელს, ამიტომ მარტივი ეს პროცესი არ იქნება, რომ აჩვენონ, აი თქვენი სურვილი რა არის, რომ დისტანცირდნენ ივანიშვილისგან და თქვან რომ მოდი განიმუხტოს ვითარება, დაინიშნოს არჩევნები, აი როგორ წარმოგიდგენიათ, ან როგორ ხედავთ პროცესებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამაზე მიპასუხეთ. იცით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მე წარმოგიდგენთ როგორც ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი 25 წელიწადზე მეტია დაკავებული ვარ კერძო იურიდიული პრაქტიკით.
და ამ გადმოსახედიდან ძალიან კარგად ვგრძნობ და ძალიან კარგად ვხედავ ჩემ კოლეგებთან ერთად, არა მარტო ჩვენს ფირმაში, არამედ ზოგადად იურიდიული პროფესიიდან, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ნდობის ფაქტორი, როდესაც ბიზნეს ურთიერთობებს და ბიზნეს გარიგებებზე არის საუბარი. ეხლა როდესაც ჩვენი ქვეყნის აწყლოსა და მის მომავალს ვუბრუნდებით, ეს აწყლო და მომავალი შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვა ციფრობრივ მაჩვენებლებში. ეს შეიძლება გადაიხატებოდეს სხვადასხვა სამხედრო თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის მთავარი სოციალური კაპიტალი ნდობა, რომლითაც ჩვენმა ბიზნესმა პირველ რიგში, როგორც იარაღ ასხმულმა, უნდა იურთიერთობოს გარე სამყაროსთან. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება ამ შემთხვევაში, რომ ქვეყნის თვითმფრინავობა, მისი დამოუკიდებლობა, მისი განვითარება უმთავრესად ებრძნება ეკონომიკურ ხერხემლს. ეკონომიკური ხერხემლის, მისი თვითმფრინავობის, მისი სიმყარის შემქმნელი არის ქართული ბიზნესი. ამიტომაც ჩემი მოწოდება. ანუ ბიზნესს შეუძლია უხეშად რომ ვთქვათ, აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე? 30 წელი ახლა, რასაც მე ვუკვირდები, ბიზნესი ყოველთვის იყო ამა თუ იმ გავლენების ქვეშ, ამა თუ იმ სახელმწიფო ფორმაციის. ეს ვითარება არც ქართული ოცნების პირობებში შეცვლილა. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე მე რამდენად ვიმეორებ ამ შეკითხვას და მოწოდებას. ხომ არ დადგა ბატონებო დრო, რომ გამოხვიდეთ თქვენ ამ ჭტილის, ამ წნეხის ჭტილიდან და შეიძინოთ პატიმოყარე საკუთარი ხმის მატარებელი დამოუკიდებელი სუბიექტუნარიანი ხმა. ეს არის ალბათ ძალიან არსებითი ამ შემთხვევაში. სხვაგვარად, ვიმეორებ, ისეთი ეკონომიკის პირობებში, როგორც ქართული ეკონომიკა არის, რომელიც ვერ გამოირჩევა რბილად, რო თქვა, მაღალი ხარისხის თვითმფრინავობით, რომლის განვითარება, სიცოცხლის უნარიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მსოფლიო პროცესებში, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკაში, ჯანსაღ ეკონომიკაში ინტეგრირებაზე, როგორ შეიძლება თქვენ წარმოიდგინოთ ქვეყნის განვითარება, მისი ესე ვთქვათ, ალყა შემორტმული ციხესიმაგრის პირობებში. ალბათ ეს არის ძალიან პრინციპული იზოლაციას გულისხმობთ. რა თქმა უნდა და ბატონო ვიქტორ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ეხა ვერაცნობი, ივანიშვილზე რო ვილაპარაკოთ კონკრეტულად, ანუ ის ვერაცნობიერებს ამ იზოლაციის საფრთხეს, იმიტომ რომ ხო თვითონ არის ქვეყნის მართველი და რეალურად პასუხისმგებელიც ყველა პროცესზე, ხომ წესით რაც განვითარდება და რაც ვითარდება ამ ქვეყანაში. ანუ ის რაღაც არის გარკვეულ ჩიხურ ვითარებაში თქვენი შეფასებით, ის არის გარკვეული დავალების შემსრულებელი, თუ აი რა პროცესთან გვაქვს საქმე, აი თქვენ თუ გაქვთ იგივე თქვენი ძველი ნაცნობობიდან გამომდინარე და ურთიერთობიდან გამომდინარე, აი გარკვეული წარმოდგენა ეხლა იმაზე, რა პროცესის ვითარდება ეხლა, აი ამის შედეგი რა შეიძლება იყოს და ეს რამენაირად როგორ ხსნის ეს საერთოდ ივანიშვილის წარმოდგენას აი ამ პროცესზე, ან ამ ქვეყნის მომავალზე. აქ ძველი ნაცნობობა ან არაფერში არ არის, ჩვენ უბრალოდ ესეთი გასაშუალებული საღი რაციონალით უნდა მივუდგეთ და მე შემთხვევით არ ვახსენე ის ორი ბოლო განცხადება, რომელიც პრაქტიკულად ძალიან ისეთი სევდიანი ემოციები აღძვრა ჩვენში, როგორც ქართულ საზოგადოებაში და ქართულ აუდიტორიაში. პრაქტიკულად ამ განცხადებებმა ჩვენ გვიჩვენა ერთი რამ, რომ არაკომპეტენტურობის ზღვარიდან თავის დროზე დღევანდელი მართვის სისტემა გადავიდა ჯერ ასე ვთქვათ, არაადეკვატურობის ფაზაში. და ეხლა პრაქტიკულად ეს ბოლო განცხადებები გვიჩვენებს ჩვენ მორიგ ფაზას, რომელსაც შეიძლება შეურაცხადობის ფაზა ეწოდოს. სხვა დასკვნა აქედან არ გამომდინარეობს და სხვათა შორის ის არაერთი მინიშნება, არათუ მინიშნება, არამედ პირდაპირ საუბარი ეგრეთ წოდებულ deep state-ზე. ეხლა მე ახაც მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო და მათ შორის ამ დისკუსიაში გნებავთ ვთქვათ ონირების სახით ნებისმიერი ბიზნესმენი თუ საზოგადო მოღვაწე მოვიწვიო. Deep state-ი, თუ ჩვენ deep state-ს თარგმნით როგორც არაფორმალური გავლენების გარკვეულ კონგლომერატს, ეს არაფორმალური გავლენები ნებისმიერ ქვეყანაში არის და ამ ხრივ ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ყველაზე დამახინჯებული სახე თუ სადმე მიიღო deep state-ის ფენომენმა, ეს არის სწორედ დღევანდელი ქართული რეალობა. ეს არის ის დამახინჯებული სურათი, როდესაც არაფორმალურმა გავლენებმა ისეთ მწვერვალს, ისეთ სიმაღლებს მიაღწია, რომ მათი მოთოკვა, მათი გაკონტროლება, მათი ეს ვთქვათ გარკვეულ რეჟიმში მოქცევა უკვე ფორმალური ინსტიტუტების მხრიდან ვერანაირად ვერ ხდება. ამიტომაც ეს დაირღვა, ესე ვთქვათ, ის დისბალანსი, ბალანსი ყოველ შემთხვევაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გავლენების გარკვეული სამრეწველო, ფინანსური
ლობისტური გავლენების მეშვეობით გამოხატულებით პრაქტიკულად ნებისმიერ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში არის, მაგრამ სწორედ ჩვენთან მიიღო მან ყველაზე მეტად დამახინჯებული ფორმა და უცნაური არის, რომ იქ სადაც ამ მოვლენა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამახინჯებული манипуляციური და სპეკულაციური ფორმა მიიღო, სწორედ ამ მოვლენის გამოისობით ეხლა ჩვენ თავაზობ დანარჩენ მსოფლიოს, რომ გარკვეულწილად ქართულმა მხარემ აი ამ ფენომენთან ბრძოლაში მესიანისტური ფუნქცია და დანიშნულება შეასრულოს. ეს რბილად რო ვთქვათ, საკმაოდ ტრაგიკომიკული ვითარება არის. წარმოსაჩენად, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის მისი თვითმფრინავისთვის ეს არის არათუ დამაზიანებელი, არამედ მომაკვდინებელი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავარი მსხვერპლი არის მისი რეპუტაცია. ეს ის რეპუტაცია არის, რომელიც თუნდაც ახალი არჩევნების შემთხვევაში უნდა გადაინაცვლოს ხვალინდელ დღეში. ხვალინდელ დღეზე ამ რეპუტაციაზე უნდა იყოს აგებული ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტები, მისი სამართლებრივი სისტემა და ეკონომიკური თვითმფრინავობა. დღეს რასაც ვხედავთ ჩვენ პრაქტიკულად ამ რეპუტაციის მიწასთან გასწორება ხდება და შესაბამისად ის ზიანი, რომელიც ჩვენ გვადგება აი ამ ხელწერის შედეგად, იცით, მე ამას პოლიტიკასაც ვერ უწოდებ. რა არის პოლიტიკა? პოლიტიკა არის ინსტიტუტების მიერ ქმნადი გარკვეული ქცევის, სტანდარტების, მოქმედებების კრებული. ეს პოლიტიკაც არ არის. ეს მე არაერთხელ მithmams და დამიწერი, ეს არის აი ძელეცური, მე უბრალოდ ბარბარიზმად გამოვიყენებ ამ სიტყვას, ძელეცური მიდგომა საქმისადმი, ამას პოლიტიკასთან საერთოდ არაფერი საერთო არ აქვს და ვინ არის ამის შემქმნელი? დიახ, ამის შემქმნელი არის სწორედ რომ ქართული deep state-ი ყველაზე ვთქვათ მანკიერი და მახინჯი გამოვლინებით. ივანიშვილზე მინდა კითხოთ კიდევ მეტი ბატონო ვიქტორ, თქვენ მასთან მუშაობდით ერთ-ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ის ეხებოდა რამდენიმე ასეულის საკითხს, ხო? და ამაზე იყო მაშინ დავა გვახსოვს ეს რა საქმეც იყო შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებული, მაგრამ ეხლა ცნობილია, რომ აი ეს ბრიტანული სანქციები თუ მივა ბოლომდე და სისრულეში მოვა ეს ამბავი, რეალურად საფრთხე ემუქრება მის ქონებს თითქმის მთელ ბიზნეს იმპერიას შეეხებაო, ხო? აი ამას წერენ სწორედ ავტორიტეტული ორგანიზაციები. აი რა სიტყვით, აი რა არის ამ შემთხვევაში, როგორ აი რა უნდა იყოს მისი მოქმედების ვერტიკალი, ანუ ეს რას ნიშნავს რეალურად? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? მაშინ იყო რამდენიმე ასეულ მილიონზე საუბარი და ჩვენ ნახეთ როგორ განვითარდა პროცესები და რეალურად ამ ფულს ივანიშვილი მუდმივად ახსენებს ინტერვიუში, რაღაც კონკრეტულ საფუძვლად ასახელებდა. ახლა შესაძლოა ჩვენ ვნახოთ კიდევ ძალიან დიდი მასშტაბის ზიანი, ისეთი წარმოუდგენელი, რის გამოც ჩვენ ვნახეთ რა ტიპის განცხადება გაავრცელა პოლიცსაბჭომ, ცხადია ეს იყო ივანიშვილის ნააზრევი. აი ამ ორ სურათს შორის აი ამის აღწერაზე რა შეგიძლიათ რომ თქვათ ამ მოცემულობის ცვლილებაზე? ახლა ამ ორ სურათს შორის ქალბატონო ანა შეიძლება ესეთი პირდაპირი კავშირი არ იყოს, დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ის საკითხი, რომელზეც ჩვენი ფირმა მუშაობდა, ძალიან ესეთი ვიწრო მიმართულების იყო, მიუხედავად მისი მასშტაბისა, რაც შეეხება დანარჩენ აქტივებს და კომპანიებს, მე აბსოლუტურად რანაირ ინფორმაციას ვერ მოგაცვით, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მანდატი კონკრეტული დაავისკენ იყო მიმართული და ეს არ უკავშირდებოდა ბატონი ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის თანხლებას მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციებში. ამიტომ ძალიან რთულია. მე ასევე რა თქმა უნდა, რაც შეეხება ეს თქვა საკითხის შემდგომ განვითარებას, ან შესაძლო განვითარებას ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ, ჩვენ თავისთავად ცხადია ჯერჯერობით გვიჭირს ზუსტი კონტურების მონიშნა თუ რა რეალი შეიძლება იყოს ეს სანქციები. ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ირიბად მოვიშველიოთ წინა кейსი ბრიტანული სანქციების პოლიციის გარკვეულ ჩინოსთან მიმართებაში, როდესაც შეზღუდვა დაწესდა თუ არ ვწდები ბრიტანეთში მგზავრობასთან დაკავშირებით და ქონებასთან დაკავშირებულ გარკვეულ გარიგებებზე. მაგრამ როგორი იქნება, ან როგორი შეიძლება იყოს, თუ საკითხი გავიდა ბოლოში, რა თქმა უნდა, როგორი შეიძლება იყოს არეალი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით საუბარი ძალიან ნაადრევია, მაგრამ ისი თქმაც, ეს უკვე ითქვა ჩვენი ამ საუბრის განმავლობაში შეიძლება უკვე დაბეჯითებით, რომ ერთი არის სანქციის კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, აგნებად სამართლებრივი ფინანსური შედეგი, რომელიც შეიძლება გაზომვადი იყოს დოლარში, ევროში თუ ფუნტში, მაგრამ მეორე არის ის შედეგი, რომელიც ხშირად ციფრებში ვერ განიზომება. ეს არის სანქციის სტიგმა, ეს არის მისი მორალური ხარე. ეს არის ალბათ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და
ჩვენ კიდევაც აღვნიშნეთ თქვენთან ერთად, როცა ჩვენ სოფლიო საქმიან წესრიგზე ვსაუბრობთ და სოფლიო საქმიან არქიტექტურაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში ბრიტანული იურისდიქცია და კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც აუცილებლად აღსანიშნავი არის, თუ იმეს გონია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ბრიტანეთზე, როგორც კონკრეტულ ქვეყანაზე გაერთიანებულ სამეფოზე არის საუბარი, ალბათ ისიც ესე ძალიან ეს ვთქვათ ვიწრო მიდგომა არის. იმ შემთხვევაში ჩვენ დაშვება გავაკეთოთ, რომ შეიძლება საკითხი ვერ გავიდეს ბოლოში, მაგრამ თუ ბოლოში გავიდა და კონკრეტულ შედეგში აისახა, ეს არა მარტო ბრიტანეთზე იქნება, ბრიტანეთიდან მომდინარე სანქციების მსუსხავი ეფექტი იქნება, არამედ მოგესწრებათ ბრიტანეთი არის ასევე ბრიტანეთის თანამეგობრობა და მე აბსოლუტურად არ გამორიცხავ იმას, რომ ამ სანქციების ეფექტი ასევე აიტაცონ ბრიტანეთის თანამეგობრობაში შემავალმა სხვა იურისდიქციებმა. ბატონო ვიქტორ, აი ეს საფრთხე ხა თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს შეიძლება იყოს ივანიშვილის უკან დახევის საფუძველი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ იმ კონკრეტულ საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც თქვენ მუშაობდით მისთვის, იმ საკითხს ძალიან ემოციურად უყურებდა ივანიშვილი, ის ახსენებდა ამ кейს სხვადასხვა ინტერვიუებში, მათ შორის განცხადებებში და ასე შემდეგ, მათ შორის მისი მოქმედების რაღაც გარკვეულ ვერტიკალშიც მოიაზრებდა იმ ამბავს, ხო, რაც მოხდა ამ შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით. მოკლედ ის ამბობდა, რომ ამ ამბავმა მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. აი ამიტომ გეკითხებით, აი ეს საფრთხის გააზრება მისი მხრიდან, აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, რომ ეს გახდეს ფაქტორი მისი უკან დახევის. ბატონო ანა, მე არ მინდა თქვენი მოთმინება გამოცადო და გავიმეორო იგივე პასუხი. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის მზად ვარ და ღია ვარ, რომ სანქციებთან მიმართებაში ნებისმიერ საკითხს შევეხო, მაგრამ როდესაც კითხვა ეხება და მე მესმის თქვენი ინტერესი, ჩვენი ყოფილი კლიენტის, ესე ვთქვათ, ფსიქოანალიზს, ბუნებრივია მე ამ შემთხვევაში ჩემი პროფესიული ეთიკით ვარ შეზღუდული. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ განზოგადებული სახით, ეს პირადად ჩემი დამოკიდებულება არის. ის პროცესები, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ საქართველოში, სამწუხაროდ ტოვებს ძალიან ნაკლებ სივრცეს. ჩემ და სამწუხაროდ მე თუ ვწდები, ძალიან მოხარული ვიქნები. ძალიან ნაკლებ სივრცეს ტოვებს ნორმალური პოლიტიკური პროცესისათვის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ფაქტორი, რასაც შეიძლება არსებულმა ქართულმა deep state-მა ამ სინდიცირებული მმართველობის ფორმამ გაუწიოს ანგარიში, ეს არის ასევე წნეხი, ძალა და ძალის ფაქტორი. ეს პირველ რიგში მიუხედავად სანქციების გარკვეულწილად აი კომპლემენტარული ეფექტისა, ეს არის ის თვირთი, ის ამოცანა, რომელიც უნდა საკუთარ მხრებზე ზიდოს თავმოყარე ქართულმა საზოგადოებამ. და კიდევ ერთხელ იმასაც დაუმატებ ამ ეთერის მეშვეობით, რომ აქ არ არის საუბარი კონკრეტული სისტემის დემონტაჟზე. აქ მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ ამ დემონტაჟის შემთხვევაში, რომელიც ადრე თუ გვიან მოხდება, გარდუვალი არის. ეს სისტემა არ არის თვითქმარი. მისი მონოლითურობა, მისი სოლიდურობა მხოლოდ მოჩვენებითია, არა იქნება, როგორი იქნება უკვე შემდგომი თავი, როგორი იქნება ის სისტემა, რომელიც ჯანსაღად, კონსტრუქციულად, ინკლუზიურად, გასაგებად ჩაანაცვლებს იმ მანკიერებას, რომელსაც დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად უწოდოთ მანკიერება ქართული deep state-ის სახელწოდებით. მადლობა. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გადაგიხდით მადლობას თქვენი დროისთვის. ეს იყო ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის გამგეობის თავმჯდომარე საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში.